ღმერთმა ყველა დაიფაროს და ვეღაცას რომ უთხრას ადამიანმა რომ აი მაგალითად 1 წლის სიცოცხლე დარჩა ადამიანს. რას იზავდით, რას გააკეთებდით? ისევ ცუდად იცხოვრებდით? ისევ სხვების ფულის გაგზავნას დაიწყებდით, რომელსაც გაჭირვებით გამოიმუშავებთ? თუ თქვენს თავს დაახარჯებდით? არ ჩაიცმევდით ლამაზად? არ შეჭამდით იმას, რაც თქვენ გინდათ? არ იმუშავებდით ისეთ სამსახურში, რომ ძალიან არ დაღლილიყავით და ეს 1 წელი ბედნიერად არ გაგეტარებინათ? არ იქნებოდით შვიდად, რომ ნერვები არ მოგეშალათ? არ აისრულებდით ისეთ ოცნებებს, რასაც დიდი ხანი ოცნებობდით? კიდევ ერთხელ ვიძახი, ღმერთმა ყველას აშოროს და სამყარომ ყველას აშოროს მსგავსი რამ. მაგრამ აუცილებელია ადამიანს ესეთი რამე დაემართოს, რომ თავის თავს მიხედოს? თუნდაც ჯადო არ კონდეს, კი, როდესაც ადამიანს აქვს ჯადო, ხანდახან ეს ადამიანმა იცის, ბევრი ადამიანი ამას წერს კიდევაც კომენტარებში. კი, ვიცით, რომ ჩვენ ჯადო გვაქვთ. ზოგს არ აქვს შესაძლებლობა რომ მოიხსნას. ზოგს აქვს, მაგრამ არ უნდა, გონია რომ არაფერი არ არის. და ეს ამ ადამიანს ანადგურებს, ცხოვრობს ცუდი ცხოვრებით. მაგრამ შეიძლება ჯადო არც გქონდეთ ადამიანებს და თქვენს ერთადერთ ცხოვრებას, ერთადერთ დროს, წლებს ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ ატარებთ საკუთარი თავის უსიყვარულობაში. ის რომ ადამიანი ქალი ფიქრობს კაცის მაგივრადაც და ქალის მაგივრადაც, ეს არის საკუთარი თავის უსიყვარულობა. როდესაც თქვენ ფულს ზოგავთ მანიკიურზე, პედიკიურზე, ტანსაცმელზე, გართობაზე, ესეც უსიყვარულობაა. როდესაც ჯანმრთელობაზე ზოგავთ, ესეც უსიყვარულობაა. და თქვენ რას ფიქრობთ, რას მოგიტანთ უსიყვარულობა საკუთარი თავის? ტანჯვას და მეტს არაფერს. რატომ არის რომ ჩემი წმენდას ზოგჯერ სულ არ აქვს ჯადო ადამიანს და მაინც იკეთებს წმენდას, რადგან წმენდა ჩემთან არის თამამად ვიტყვი ცხოვრების შემცვლელი რიტუალი, როდესაც ადამიანს უნდა თავისი ცხოვრება 360 გრადუსით შეცვალოს. და მეუბნებიან, ჩვენ სხვანაირი გავხდით, ჩვენ ჩვენი თავი დავაფასეთ. ჩვენ საერთოდ ბურუსში ვცხოვრობდით ამ ქვეყანაზე. ამიტომ მეგობრებო, რა თქმა უნდა, ვისაც საშუალება აქვს, შეუძლია გაიკეთოს წმენდა, მაგრამ წმენდის გარეშეც, იცხოვრებთ სხვა ადამიანისათვის. იცხოვრეთ საკუთარი თავისათვის პირველ რიგში, რადგან უსიყვარულოდ, საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე ადამიანი ფუჭდება.